მოგესალმებით და ისევ გეპატიჟებით ზოგად გაშლაზე, რომელიც ეხება საკითხს, თუ რას გეუბნებათ თქვენი შინაგანი ქალღმერთი. ეს გაშლა ეხება შინაგანი ქალის ენერგიას, ღვთიური ქალის ენერგიას, ქალღმერთის ენერგიას. ეს არის როგორც ქალებისთვის, ისევე შეიძლება იყოს კაცებისთვის, რახან ყველა ვატარებთ ორივე ენერგიას, კაცსაც და ქალსაც. მაგრამ შეიძლება ქალებისთვის უფრო მეტად რეზონირებდეს ამ მომენტში. ასევე შეგახსენებთ, რომ აქვს უფასო ვორქშოპი ონლაინ, რომელიც ტარდება 10 მაისს 4 საათზე და მასზე რეგისტრაცია შეგიძლიათ ქვემოთ ლინკის დახმარებით. ასევე ბოდიში თუ კი ზედმეტ ხმაურს გაიგებთ მეზობლების გამო. გვაქვს 3 ჯგუფი. პირველი ჯგუფი ეს არის კვარცის ქვა. შეგიძლიათ კრისტალებით აირჩიოთ, შეგიძლიათ აირჩიოთ უბრალოდ ინტუიციით. მეორე არის ამეთვისტო და მესამე არის პრენიტის ქვა. და რომ გადავიდეთ გაშლაზე, პირველი ჯგუფი ვინც აირჩიეთ კვარცი. ნახოთ, რომ თქვენ რას გეუბნებათ თქვენი შინაგანი ქალღმერთი, ამჟამად რა უნდა გაითვალისწინოთ, რა არის თქვენთვის ახლა მნიშვნელოვანი. ზოგადად ქალღმერთის ენერგია, ასევე შეიძლება დავარქვათ სამყაროს ქალღმერთის ენერგია, არა მხოლოდ ადამიანის, არამედ მთლიანად სამყაროს ქალღმერთის ენერგია. და ვნახოთ, რას გეუბნებათ. პირველი ჯგუფი ვინც აირჩიეთ, გვაქვს არქანგელის კარტი, რომელსაც აქვია ბრძენი. მეორე კარტია გვაქვს კვერთხების ორიანი და ორაკულის კარტიც დავამატოთ. გვაქვს ესეთი კარტი მოგზაურობა ფრთხილად, მოგზაურობა უფრო სუბუქად. და გვეუბნება, რომ გაამარტივეთ თქვენი ცხოვრება. პირველი ჯგუფი ვინც აირჩიეთ, განსაკუთრებით თქვენი შინაგანი ქალღმერთი აგეუბნებათ, რომ ეხლა არის ისეთი მომენტი, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდეთ, საკუთარ შინაგან ხმას დაუბრუნდეთ, მეტად განმარტოვდეთ, ეცადეთ, რომ უფრო მეტად დრო დაუთმოთ თქვენ საკუთარ თავს, თქვენ საკუთარი თავის გაგებას, საკუთარ ემოციებს, ფიქრებს. ეცადეთ, რომ დღის განმავლობაში თუნდაც 10 წუთი გამოუყოთ მხოლოდ თქვენს თავს და კარგი იქნება აქ თუ ეცდებით მედიტაციას, ან უბრალოდ საკუთარი თავის მოსმენას, დამშვიდებას, საკუთარ თავთან დაახლოებას, ამას დაუთმეთ მეტი დრო. ასევე ჩანს, რომ ახლო მომავალში შეიძლება თქვენი ვინც აირჩიეთ ეს ჯგუფი, გამოხვიდეთ რაღაცა კომფორტის ზონიდან, ან გამოხვიდეთ რაღაცა ძველი სამყაროდან. შესაძლებელია ასევე ზოგიერთ თქვენგანი რაღაცას გეგმავდეთ, რომ რაღაცა უნდა გააკეთოთ, რაღაცა ახალი, შეიძლება აქ იყოს მოგზაურობის დაგეგმვა, ცხოვრების დაგეგმვა, ახალი ბიზნეს იდეაც შეიძლება იყოს. ასევე ეს ყველაზე დიდი რჩევა აქ ეს არის, რომ კარგი იქნება, რომ ამ მომენტისთვის არ გადახვიდეთ ზედმეტად აი რაღაცა ისეთ ენერგიაში, რომელიც ართულებს სიტუაციებს. ანუ რაც უფრო მარტივად, რაც უფრო ლაღად შეხედავთ თქვენს ცხოვრებას, ამჟამად იქნება უკეთესი. განსაკუთრებით როგორც ქალბატონი, როგორც ქალის ენერგია, კარგი იქნება, რომ არ დაიძაბოთ გარემოს გამო, ან სხვა ადამიანების ემოციები ზედმეტად არ აიღოთ საკუთარ თავზე. ამიტომ აქ ვხედავთ ამ კარტზე, თუ ხედავთ არ ვიცი, ამ ადამიანს რაღაცა ეს ძველი რაღაცა აქვს უკან ჩამოტოვებულია ეს ძველი ყუთივით და ანუ არ სჭირდება ეს ყველაფერი მოგზაურობისთვის და წინსვლისთვის. ანუ რაღაცა ძველი დანატოვარი, რაღაცა ენერგია, რაც აღარ გემსახურებათ, რომ უკან დატოვოთ, იქნება უკეთესი. ანუ ამას მოწმობს ეს კარტი და ეს არის მთავარი რჩევა. ასევე, როგორც ვახსენე, კარგი იქნება, ესე ვთქვათ, განმარტოება, მედიტაცია, იოგა, საკუთარ თავთან მუშაობა, დღიურის დაწერა, დახატვა, ასე შემდეგ, ძალიან გამოგადგებათ. ეს დაგეხმარებათ ასევე აი ამ ღვთიური ქალის შეცნობაში და ამ ენერგიასთან დაახლოებაში. ეს იყო პირველი ჯგუფისთვის, იმედია დაგეხმარათ ეს გაშლა, მადლობა და გადავალ შემდეგ ჯგუფზე. შემდეგი ჯგუფი ამეთვისტოს კრისტალი, ვინც აირჩიეთ.
თქვენთან დაკავშირებით, რას გეუბნებას თქვენ ხალხმერთის ენერგია, რა ენერგიაში გადადიხართ ამ კუთხით. ნახოთ ტაროს კარტები ჯერ. მეორე ჯგუფი. იგივე კარტია მოვიდა, რაც პირველ ჯგუფში. ნახოთ მეორე. კარგი. პირველი გვაქვს აქ განდეგილი და მეორე ეს არის პენტაკლების 8-იანი. ეს ქალი აქ რახან შიშველად არის გამოსახული YouTube-ზე ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ არ შეიძლება, მაგრამ ეს არის პენტაკლების 8-იანი, რაც ასევე ძალიან საინტერესო ენერგიაა თქვენ შემთხვევაში. თუმცა დავამატოთ ორაკულის კარტიც ერთი კარტით, რომ მეორე ჯგუფი აქ რა ენერგიას გადის, ღვთიური ქალის ენერგიით რა დახმარება სჭირდება, ან რას ეუბნება ღვთიური ქალი. აქ გვაქვს შორეული ჭექა ქუხილი. საინტერესო არის ის, რომ თქვენს იგივე ენერგია მიიღეთ მეორე ჯგუფმა, ანუ განდეგილის კარტი, განმარტოების კარტი. განმარტოება ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ რაღაცა სიბრძნე გეწევათ, ან უფრო მეტად დაბრძენდებით, ასე ვთქვათ, რაც უფრო მეტად გაუგებთ საკუთარ თავს და ჩაუღრმავდებით საკუთარ თავს. შეიძლება ეს იყოს ასევე კოლექტიური ენერგია, რახან მეორედ განმეორდა ეს კარტი, რომ მოგვიწოდებს ქალღმერთის ენერგია, განსაკუთრებით ქალებს, რომ დაუბრუნდეთ ჩვენს თავს, ასე ვთქვათ, ცოტა იზოლირებულად ვიყოთ ეს პერიოდი და გავუგოთ ჩვენს საკუთარ ემოციებს. აი აქ მთვარეს ხედავთ, წყალს ხედავთ, რაც ორივე ემოციებს აღნიშნავს. რაც შეეხება პენტაკლებს, 8-იანი პენტაკლების ნიშნავს რაღაცაზე მუშაობას და აი ამ მუშაობის გაგრძელებას. ეხლა რაზეც მუშაობთ, ეს ჯობია რომ გააგრძელოთ, სწორ გზაზე დგახართ, უბრალოდ რაღაცა რჩევა რაც არის აქ საჭირო. არის აი ეს, რომ ჯერ დაუბრუნდეთ თქვენს თავს და გაითვალისწინოთ ის, რომ რაღაცა უნდა გაიწმინდოს. ეს კარტი ასევე მახსენებს ტაროდან კოშკის კარტს, ანუ ეს ჭექა ქუხილი, ეს რაღაცა წვიმა, შეიძლება აქ იყოს რაღაცა მოღრუბლულობა, მოკუპრულობა, ანუ ეს ენერგიები ზოგადად ნიშნავს, რომ მოვიდა იმისი დრო, რომ ეს ყველაფერი გამოთავისუფლდეს და გაიწმინდოს. ზოგადად, როდესაც ქუხს, წვიმს და ასე შემდეგ, მერე ვატყობთ, რომ ბევრი რაღაცა გაიწმინდა, გარემო გაიწმინდა, ჰაერი გაიწმინდა, ანუ ესეც ამას მიანიშნებს, რომ ეხლა თუ ხართ ისეთ ენერგიაში, სადაც ცოტა რაღაცა ქაოსი არის, გაუგებრობა არის, ან რაღაცას ვერ ხსნით, რომ რატო ხდება ეს, რატო ხდება, ეს ამას მიაქციეთ ყურადღება, რომ ნებისმიერი ქაოსი რეალურად გწმენთ და გაჩვენებთ სიტუაციების რეალურ სახეს. ამიტომ დაეყრდენით აი იმას, რომ სამყარო იცის, როგორ გაწმინდოს თქვენი ცხოვრება, თქვენი სიტუაციები, ურთიერთობები და ასე შემდეგ. ასევე შეიძლება გრძნობდეთ იმას, რომ აი რაღაცა უნდა შეიცვალოს, ან რაღაცა მალე შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში. ზოგადად ეს ნიშნავს, რომ ღვთიური ქალის ენერგია გეხმარებათ იმაში, რომ გაწმინდოთ თქვენი ცხოვრება, დაუბრუნდეთ თქვენს ნამდვილ სახეს, თქვენს ნამდვილ ხმას და ანუ შეიცნოს თქვენი ნამდვილი გზა უფრო უკეთესად. ასევე ფინანსურად შეიძლება იყოს აქ რაღაცა წარმატება თქვენს ცხოვრებაში. ეს იყო მეორე ჯგუფისთვის, იმედია დაგეხმარათ ეს გაშლა და გადავიდეთ მესამე ჯგუფზე, ეს არის პრენიტის ქვა მესამე ჯგუფისთვის და რომ ნახოთ ტაროს დახმარებით მესამე ჯგუფს ქალღმერთი რას ეუბნება, რა რჩევა გეძლევათ, ეს რომ ნახოთ. პირველი აქ გვაქვს იმპერატორი და მეორე გვაქვს კოშკი. და ასევე ორაკულის დავამატოთ. ორივე მაღალი არკანაა, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ძლიერი ცვლილებები შეიძლება ხდებოდეს ახლა თქვენს ცხოვრებაში. და ხედავთ გამწმენდი წვიმა. რაც ამობს, რომ გავწმინდოთ, ჯობია გაწმინდოთ წარსული და განკურნოთ აწყო დრო. ეს ნიშნავს მთლიანად გაშლაში, რომ ღვთიური ქალის ენერგია აგეუბნებათ, რომ გაიაზრეთ ის თუ რამდენად ძლიერი ხართ. ანუ არ დაგავიწყდეთ ის, რომ სადამდე მოხვედით, როგორ მოხვედით, რა გამოცდილება დააგროვეთ, საერთოდ როგორ გრძნობთ თავს, ანუ ნებისმიერი რაღაცა წინაღობა იყო, გამოცდილება იყო, რაც მიიღეთ, ეს არ დაივიწყოთ და არ იფიქროთ ისე, რომ სუსტი ხართ, ანუ ძალიან ძლიერი ხართ და ქალღმერთის ენერგია ასე ვთქვათ, გახსენებთ ამას, რომ რამდენად ძლიერი ხართ, რამდენი რაღაც გამოგივიდა, სადამდე მოხვედით.
ამაზე იყავით აქ განმორთული. კოშკის ენერგია აქ ჩანს ესე რომ ეს ქალი გამოდის ზუსტად ამ ქალის ასე ვთქვათ ეს ქილა დაიმსხვრა და შეუძლია ახლა აქედან გამოსვლა. ზოგადად კოშკის კარტი ნიშნავს ტაროში დიდ ცვლილებას და იმას რომ რაღაცა რაც აღარ გემსახურებოდათ, რაღაცა რაც აშენებული იყო არასწორად ეს ყველაფერი ინგრევა იმისთვის, რომ უკვე სწორად ააშენოთ რაიმე ახალი მიზანი, ახალი ურთიერთობა, ან რაიმე მსგავსი. ამ შემთხვევაში ქალღმერთი აქ გეუბნებათ, რომ ძლიერი ცვლილების დრო მოვიდა. შეიძლება თქვენ გქონდეთ ძლიერი კავშირი ასევე ქალღმერთ კალისთან, თუ გაგიგიათ კალი, ეს არის ინდური ქალღმერთი, რომელიც საკმაოდ ძლიერია, ძალიან საინტერესო ქალღმერთია, მოაქვს ნგრევა, მაგრამ ასევე ძალიან მოსიყვარულეა. და ეს ამ ენერგიას მახსენებს, რომ თითქოს რაღაცა ნგრევა მოდის, რაღაც უცაბედი ცვლილება მოდის, მაგრამ დიდი სიყვარულით, სამყაროსგან, რომ ჩამოგაცილოთ ის ყველაფერი, რაც აღარ გემსახურებათ. ეს ენერგია სამივე ჯგუფში მეორდება, რომ რაღაცა ჩამოცილება, გარდასახვა, გარდატეხა, ტრანსფორმაციის ენერგიები არის. ეს წვიმის ენერგიაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ გვეუბნება, რომ რაღაცა წარსულიდან უნდა გავუშვათ იმისთვის, რომ ახალი შემოვიდეს. ახალი ენერგიები რომ შემოვიდეს, ახალი ადამიანი, სიტუაცია, კარიერა, ახალი ფინანსები, ახალი აზროვნება, ეს ყველაფერი რომ მოხდეს, ამისთვის რაღაცა ძველი უნდა გავუშვათ, ადგილი უნდა გამოანთავისუფლოთ. ეს ენერგიაც ამას მოწმობს, რომ კარგი იქნება აი ძველი რაღაცები, რაც მოძველდა, გავუშვათ იმისთვის, რომ რაც მართლა ჩვენ გვჭირდება, რასაც ვიმსახურებთ, რაცაც ვოცნებობთ, ის თავისით შემოვიდეს და გვერდში, ვიგრძნოთ რაღაცა გვერდში დგომა სამყაროსგან უფრო უკეთესად. ასევე აქ არის კარგი თქვენთვის თუნდაც მედიტაცია იქნება კარგი, წვიმის მედიტაცია იქნება კარგი, წარმოიდგინოთ რომ დგახართ გამწმენთ წვიმაში, რომელიც ენერგეტიკულად გწმინდავთ, ესეთი წარმოსახვა, ესეთი მედიტაცია ძალიან დაგეხმარებათ. ეს იყო მესამე ჯგუფისთვის, იმედია დაგეხმარათ ეს გაშლა, მოგცათ რაიმე სახის კარგი რჩევა და პასუხი, შეგახსენებთ რომ აქვს პირადი გაშლები, ტაროლოგიის შემსწავლელი კურსი, რიტუალების კურსი, ასევე ძალიან საინტერესო ინტუიციური ხატვის კურსი, რომელზეც რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომელიც დაიწყება 29 მაისს და ასევე უფასო ვორქშოპი, რომელიც მხოლოდ ქალებისთვის არის და ხდება 10 მაისს ონლაინ. ამ ყველაფერზე ნახავთ ინფორმაციას ქვემოთ, ლინკზე, მგელით ყველას ამ ვორქშოპებზე და კურსებზე და ასევე პირადში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები.